ხალხს აქ მაყუთია გამაზვნა. ვასია! ეს ჩემი იურისდიქცია. სად არის კამარი ვინ წაიყო სინამდვილეში? გააგდეთ ვაფშე, გასაგდებია. გამას ლოგო რჩება. კაკრიაშვილი ამომავალი ვარსკვლავია. გააგრძელებს თუ არა საჩუქრებს გრიზლი. მასაშე მოიმარაგეთ ჩაი და პეჩენია, ჩვენ კი დავიწყეთ. პირველ რიგში გრიზლის დგომზე გავაკეთო აქცენტი. მართლა როგორი ძახი თვითონ კრეატიული ვარო, მართლა კრეატიული დგომი იყო. ხო, მაგრამ როცა ვნახე რომ ხოლოდ პირველი რაუნდის ნახევარი იყო კრეატიული და მე გაზდიოდა ჩვეულებრივი დარტყმები, თლად კრეატიული ვერ იყო. თუმცა ორიგინალური იყო და სანახაობრივი, რაც თავარია, არავის რომ გრიზლიმ წააგო, სამაგეროდ გამოაჩინა თავის შესაძლებლობები და მხოლოდ ერთი კითხვა, რაც პრესკონფერენციაზე დავუსვი, იმ შემთხვევაში თუ ფაციასთან დამარცხდი, გააგრძელებს საჩუქრების კეთებას ისე? ალბათ კი. ზოგიერთი საყურადღებოდ, როდესაც მოდიხართ საჯაროდ და იღებთ მიკროფონს, საუბრობთ, ტრეშტოკაობთ კამერების ქვეშ, მან ხვდებით უკვე ჩემს იურისდიქციაში. თქვენ აკეთებთ თქვენ სამსახურს, თქვენ მოვალეობას, მე ვაკეთებ ჩემს სამსახურს. და თუ ვიღაცას რაღაცა არ მოსწონს, შეუძლია არც გამოჩდეს კამერების წინ და არც მიკროფონი აიღოს. იმიტომ რომ როდესაც აიღებთ მიკროფონს და ითრეშტოკავებთ და კამერების ქვეშ, რასაც შვებით მათ იჩხუბებთ თუ რაღაცას იზავთ, მე მაქედან სრული უფლება მაქვს უკვე ავიღო ეს მასალა და დავამუშავო. გავაკეთო სიუჟეტი ან თუნდაც გაგაკრიტიკოთ. მე ჩემი სამსახური მაქვს, თქვენ თქვენი სამსახური გაქვთ. აკა კაკრიაშვილი 60 კილოგრამი კატეგორიის დივიზიონის ამომავალი ვარსკვლავი და შეუჩერებელიც, ასე ვთქვათ, შეუჩერებელიც და უკონკურენტოს ვერ ვიტყვი, ყავს კონკურენტი და მაგრამ ჩემი აზრით მაგ კონკურენტთან 70-20-ია კაკრიაშვილის სასარგებლოდ რა თქმა უნდა. ვიღაცები მიწერდნენ რომ მიკერძოება მაქვს თითქოს და მე, ანუ მიკერძოებას თუ გულშემატკივრობას, ხო, ბოდიში, გულშემატკივრობას თუ მიკერძოებას ეძახით, მაშინ ხო, ანუ რა ვიცი. ხო, ისა გამას ლოგო ეს G, ხო, გამასია. ასო. ჩემი აზრით შეცდომა იქნება, რომ სხვა ლოგო გავიკეთო და გამას ამბებზე მოვყვე. მერე იტყვიან, რომ აი ისა ჩვენი ამბებით შენ ბრენდს არეკლამებ. ასე რომ შავთვალე რომ გამას ამბები როცა იქნება, როცა გამას ამბებს წავიყვან, ამ ლოგოთი წავიყვან. თუ არ ასე რომ თუ არ ჩავთვლი საჭიროთ, მაშინ გავიხდი, თუ ჩავთვლი საჭიროთ, მაშინ არ გავიხდით. როგორც იტყოდა ცნობილი პროფესიონალი მოკრივე დოლიაშვილი. თუ საჭირო იქნება არ გააჩერებს, თუ არ იქნება საჭირო, მაშინ გააჩერებს. მე ვთვლი საჭიროთ, რომ გავიხადო, მაგრამ არ ვიხდი. რაღაც მსგავსი ხა. მოკლედ მიხდი ხო რას გულისხმობ? გრიზლის საჩუქრები ვთქვი? გამოჩენით. ხო, ვინც არ იცით, გამა ჩემი სახლია, იყო უბრალოდ და მე წამოვედი გამადან, ანუ დამეხმარა უბრალოდ ერთმა ადამიანმა, მე რომ გამადან წამოსვლიყავი, აი ისა სახლიდან
კაცი რო იზრდება რა, ბიჭი ხარ ეხლა და იზრდები და მიდიხარ სახლიდან რა. ყველაზე ხარ 18 წლის რო გახდები, ნუ ევროპაში ეგრე აქ შეიძლება 50 წლამდე იყო სახლში მშობლებთან, მაგრამ რას გეუბნები თუ ევროპაში როგორ არის, ამერიკაში რაღაც 18 წლის რო გახდები, სრულწლოვანი რო გახდები, მიდიხარ რა სახლიდან. აი ეგ თემაში წავედი რა, ანუ გამადან, მაგრამ გამა არის ჩემი სახლი. ნუ რო უყურებ, ჩემი სახლია რა. ხო, აი კაკრას იმასე კაცო. პიტბულმა რო თქვა, ეს ვიდეო ჩართეთ. გააგრძელებ რომ გაუგზავნესო საჩუქრებს. მიხვდება ხალხი რომ ესე დააკენეთ თქვენ და ხალხი მიხვდებაო რომ თქვენ დააყენეთ. ვინ დამაყენა მე რო გამოვედი და კითხვის დასმა რო დავიწყე, მაესტროს გაკვირვებული სახე უნდა გენახათ, საიდან მოვიდაო, ეხა რაღაცა ესეთი არ დამისვას ხა, მაგრამ არ მეშლება მე ეგეთები. მაესტროს დაусმევ, როცა დრო მოვა. დაусმევ კი არა დავარევაშებ და დავაჩაქუჭი. მაგრამ ეხა ამაზე არ ვსაუბრ, ეხა სხვა რაღაცას ვსაუბრ. ანუ საიდან მოიტანე მე და გამა რომ ერთად ვარ და რაღაცა. და მთავარი თემა რა, ანუ ეს რეფერი უკვე მეორე საჩემპიონო ბრძოლას აფუჭებს რა, აი ცვეთში აფუჭებს და პირველი პიტბულმა რომ კეფაზე რავი დოლგარმონივით რო უბრახუნა ზომბის თუ გახსოვთ და არც ქულა დააყლა და არაერთხელ იყო, ნუ და ეხლა ორი ნოკდაუნი არ ჩაუთვალა თითქმის, ანუ პირველი თუ ფეხები აებლანდა, მაგის გულით აი ფეხები როგორც აებლანდა, აი ვიდეოში ნახეთ როგორ არის, მაგის გამო ზოგი ვაფშე განა ნოკდაუნს უსწრებს, აჩერებენ ჩხუბს ვაფშე აჩერებენ, გაიგეთ? ვაფშე აჩერებენ ფულს და ამან ნუ არც დაუთვალა რა. ნუ კაი. თქვა შეეშალა, კაი ხო? თქვა შეეშალა ბლიად, ხო? თქვა შეეშალა. მაგრამ მეორე სუპთა ნოკდაუნი არ არის ეს? აი სუპთა ნოკდაუნი არ არის ეს? ეს ხო არის სუპთა ნოკდაუნი და არ დაუთვალა, არა და საერთოდ შეცვლი და მთლიან სურათს ეხა. მე მაინტერესებს გამას დირექტორისგან, ბატონო გიგა, თქვენ როცა ნახეთ ესეთი რამე, მაინტერესებს რა რეაგირება გააკეთეთ, ნუ თქვათ მანდ ვერ ჩაერეოდით, მაგრამ რამე რეაგირება თუ გააკეთეთ ბრძოლის მერე, იმიტომ რომ როდესაც საჩემპიონო ბრძოლა და ესეთი რაღაცა არის დაუშვებელი ჩემი აზრით, სასწრაფოდ საჭიროა ამ რეფერის მინიმუმ არ დაშვება საჩემპიონო ბრძოლებზე და მაქსიმუმ საერთოდ განთავისუფლება. რეკომენდაცია იქნება ჩემი მხრიდან, რომ ეს არის საბა ბრეგაძე, ჩვენსაც მივახციეთ, გამატევეთ, დავაბრუნეთ, პირდაპირ ეთერი აწი იქნება. თქვენი დახმარებით, ჩვენი საერთო ძალებით მოვახდინეთ პროგრესი. დღესაც სულ ეს იყო, თქვენთან იყო კრიტიკოსი, გამა ტრენერი, მომავალ შეხვედრამდე.